კვირას 7 ივნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ყოველთა წმინდათა კვირას, ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნას და მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე თერაპონტის კვიპრელ ეპისკოპოსს. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამე მაღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვაზე იმყოფებოდნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები. ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აზიარა. წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. დღესვე ცინაძეებისა და ქოპილაშვილების გვარი დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. მაღალ ყოვლადოსამდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან პირველ კვირას, როდესაც აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება. დღეს არის ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღე და განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს. ეს დღე რატომ დაადგინა წმინდა ეკლესია ეს დღესასწაული? ეკლესია სურს გვიჩვენოს ჩვენ, რომ უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად არ იყო უნაყოფო და ამაოდ არ მომხდარა, არამედ წმინდანების ცხოვრება, მათი ღვაწლი გვიჩვენებს ჩვენ, რომ ძეღმერთის განკაცებამ, ვნებამ, ჯვარცმამ, სიკვდილმა, მტრეთით აღდგომამ, ზეცად ამაღლებამ და შემდეგ სული წმინდის მოვლინებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში. ეკლესია გვიჩვენებს ჩვენ, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული. და აი წმინდანების ცხოვრებას, მათი ღვაწლიც ძალიან დიდი საიდუმლოებაა და ეს წუთი სოფელი საგონებელში ვარდება. როდესაც ბიბლიაში კითხულობს ადამიანებზე, რომლებმაც ღვთის გულისთვის დაითმინეს ყოველგვარი გაჭირვება, გვემა, დილეგი, ბორკილები, აი დღეს იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები, იყვნენ ხმლით განგმირულები, ქვებით ჩაქოლილები, ცხრის ტყავებით მოარულნი, ტყეებში და ღრეებში მოხეტენი, გამოქვაბულებში, უდაბნოებში შეფარებულები და ასე შემდეგ. და აი მამანი ფიქრობს, რომ რასაჭიროა ეს ყველაფერი, ასეთი უკიდურესობა და მათი აზრით ეს ფანატიზმიც კი არის. და მართლაც საიდუმლოა ყოველი წმინდანის ღვაწლი და ცხოვრება.
და აი ამ საიდუმლოებაზე ჩვენ პასუხს გვაძლევს, უпростоრად გვიხსნის აი ამ საიდუმლოებას უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ დღევანდელ სახარებაში. ორი გამონათქვამია ეს. უფალი ამბობს, რომ ვინც მაღიარებს მე ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარყოფ მას ზეციერი მამის წინაშე. და შემდეგი, ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი და ვისაც უყვარს ძე, თვისი ან ასული ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი. აი ესეთი სიტყვებია უფალ იესო ქრისტესი. აი ეს სიტყვები როგორც გითხარით გვიხსნის ამ საიდუმლოებას. საიდან ქონდათ მათ ასეთი საოცარი ერთგულება და სიმტკიცე. და აი წმინდანებმა უფალი აირჩიეს და გაყვნენ მას და იგი მათთვის არ იყო მხოლოდ რაღაცა ზნეობრივი იდეალი და მხოლოდ მაგალითი. არამედ მათ აირჩიეს იგი როგორც ცოცხალი პიროვნება და ღმერთი და მაცხოვარი და არ შეეშინდათ რომ ეღიარებინათ ისეთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ბევრს არაფერს ნიშნავს უფალი იესო ქრისტე, ან გაუგებარია სრულიად, ან უფრო მეტიც იდევნება კიდევაც. აი ეს გამბედაობა იყოთ მათ ასეთი სიყვარული და ამიტომ უფალმაც აღიარა ისინი ზეციერი მამის წინაშე და მისცა მათ ასეთი საოცარი მადლი და ძალა. და აი ამიტომაც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ქვეყანას. განა არიცითო რომ წმინდანი განიკითხავენ ქვეყანას, წერს ის. მაგრამ ეს სიტყვა განკითხვა იმას კი არ ნიშნავს აქ ამ შემთხვევაში, რომ წმინდანები პირადად გაასამართლებენ ადამიანებს საშინელ სამსჯავროზე. არა. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მათი რწმენა, მათი მოშურნეობა ამხელს და განიკითხავს სხვების ურწმუნოებას და უზრუნველობას. აი ესეთი სიტყვებია წმინდა პავლე მოციქულისა. დღესაც იყო აქ წაკითხული სამოციქულოში, რომ მოციქულები განიკითხავენ ისრაელის 12 ტომს, მაგრამ მაშინ მხოლოდ მოციქულები იყვნენ ქრისტეს გარშემო და შემდეგ უკვე, როგორც გითხარით, პავლე მოციქული იტყვის უკვე ამას, რომ მთელს ქვეყანას განიკითხავენ წმინდანები. მაგრამ აი ძვირფასო ძმებო და დებო, დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგძელი, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ დრო სინანულისთვის. აი დავფიქრდეთ ამაზე. ჩვენმა წმინდანებმა თუ უკვე აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, საბოლოოდ ჩვენ ჯერ კიდევ მერყეობთ. იმათმა თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ ზაში ვართ და მივდივართ. და წმინდანები უკვე აღსდგნენ საბოლოო სრული აღდგომით. ჩვენ კიდე ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით. მაგრამ გვანუგეშებს ჩვენ ისევ აი გავიხსენებ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ რაკიღა გარს გვახვევია ღრუბელივით, ესოდენი სიმრავლე მოწმეთა მოთმინებით განლოთ ჩვენი სარბიელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს ყველა წმინდანის ხსენებას. ყველა წმინდანი შეგეწიოთ თქვენ, ყოველ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას, ყველა წმინდანის ლოცვით, მეოხებით, უფალმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს საქართველო. ამინ.
დღეს ჩვენ ვლოცავთ წინაძეებს, ქოპილაშვილებს. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და ყველა წმინდანი შეგეციოთ. ამინ. ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა. საქართველოს ეკლესიის მეთაური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებსა და ოჯახის წევრებს შეხვდა. კიდევ ერთხელ დალოცა და საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯვრები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა. ჩვენს გული შეგდივა ყველას. რა თქმა უნდა, ეს ესეც რაც გამორნება და გამოჯანმრთელება და დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე. ჩვენი ბავშვები, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვები შეიკრიბნენ დღეს ჩვენს ტაძარში, სამების ტაძარში, ჩვენი უწმინდესის კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამეს ინიციატივით. ჩვენ ვიყავით დაახლოებით 3 კვირის წინ ჩვენს უწმინდესთან და ისეთი მადლი გამოყვა იქიდან, ისეთი ყურადღება მივიღეთ. ფაქტიურად ეს პრობლემა გადაწყდა ამდენი ხნის ბრძოლის შემდეგ. აი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს პატრიარქს, ჩვენს უწმინდეს იმ საკითხის გადაწყვეტაში, რაც ეხება მედიკამენტების მიღებას, მკურნალობის ხელმისაწვდომობას, ერის გაერთიანებას, რა დროსაც გაერთიანდა ყველა, მართლაც სოლიდარული გახდა ამ პრობლემის წინაშე და ფაქტიურად ამ ერთობით, ღვთის მადლით შეიძლება ითქვას თამამად, რომ ეს მიმდინარეობა, რაც არის დაავადების, თითქმის დამარცხებული იქნება უმოკლეს პერიოდში, რადგანაც ჩვენ შევხვდით ბატონ პრემიერს და მედიკამენტებზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და უახლოეს პერიოდში 2 მედიკამენტი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. ამისთვის დიდი მადლობა პატრიარქს, დალოცა ჩვენი შვილები, აზიარა, საჩუქრები დაურიგა თითოეულს, ჯვრები და უღრმესი მადლობა ამისთვის პატრიარქს, ძალიან გახარებული ვარ თითოეულ მშობელი, ძალიან დიდი მადლი, სითბო და სიყვარული და სიხარული მიგვაქვს აქედან. უბედნიერესი დღეა. იმ დღიდან რაც ჩვენ საპატრიარქოში შევედით და პირადად პატრიარქმას მოგუსმენა და დაგვეცე, იმის შემდეგ ჩვენი მოვლენები ისე კარგად განვითარდა, რომ აი ნამდვილად ბედნიერები ვართ, ჩვენთან ერთად ჩვენი შვილებიც ბედნიერები არიან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ოცნებათაგანი, როდესაც ჩვენ აი დღეს მოხდა რეალობაში, რასაც ვოცნებობდით, რომ პატრიარქმა პირადად მიიღო ბავშვები, გულითადად აზიარა, დალოცა, პირდაპირ მათ მიუძღვნა, ესე ვთქვათ, ეს მომენტი და აი არ ვიცი, ამ ბავშვების სიცოცხლე კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივდა, ალბათ იმდენად ბედნიერები არიან და გავერთიანდით ყველა რა. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და ყოველთვის გვექნება პატრიარქის იმედი, რომ ის ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის ამ ბრძოლაში. დღეს არის ძალიან მადლიანი დღე, რადგან უწმინდესმა ჩვენი შვილები დალოცა, აზიარა და უფლის წყალობით ყველაფერი ისე წარიმართება ჩვენს შვილების სასიკეთოდ და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიხარებენ ჩვენი შვილები უფლის შეწევნით, პატრიარქის დალოცვით და მთელ საქართველოს ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას. ძალიან გვიხარია, ძალიან პატრიარქის დალოცვა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩამოვედით ბათუმიდან, 2 შვილი მყავს დიუშენით. დიდი მადლი მიგვაქვს, ემოციები, დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს და ძალიან გვიყვარს.